გამარჯობა ბატონებო. ურთიერთობები ჩვენს ამ საქმეში ფასდაუდებელ დახმარებას გვიწევენ ჩვენი მოკავშირე და პარტნიორები. ძალიან საინტერესო რომლის ხარდაჭერას ქართული ფორმატის ფარგლებში შევხვდი ამერიკის შეერთებული ასევე გატარებული რეფორმები. ბევრი თავდადებული მფრინავი კომპონენტია ავიაცია ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარების საქმეში. ემსახურების საქართველოს. ემსახურების საქართველოს. ემსახურების საქართველოს. გილოცავთ მეგობრებო, ქართული სამხედრო ავიაციის დღეს. ულოცავ ამ დღეს ყველას, ვინც საქართველოს საჰაერო სივრცის სადარაჯოზე დგას, თითოეულ სამხედრო მფრინავს, მთელ საჰაერო ძალებს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა საქართველოს ერთგული და უანგარო სამსახურისთვის. თქვენი სახით დღეს ჩვენს ქვეყანას ყავს პროფესიონალი, მაღალ დონეზე მომზადებული კადრები, რომლებიც სულ უფრო უახლოვდებიან საერთაშორისო სტანდარტებს. ქართულ სამხედრო ავიაციას 26 წლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა მისი ისტორია 100 წელს ითვლის და 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება, როდესაც პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი შეიქმნა. საამაყლარო ჩვენმა სამხედრო მფრინავებმა ამ ხრის განმავლობაში არაერთხელ გამოიჩინეს თავი საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვის საქმეში. მოგეხსენებათ, საქართველოს საჰაერო სივრცე ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და მისი დაცვა ქვეყნის ღირსების საქმეა. ამ საქმეში ფასდაუდებელ დახმარებას გვიწევენ ჩვენი მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნები. ამავე დროს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების ნატო საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთ ინიციატივას წარმოადგენს სწორედ ჩვენი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესება. შესაბამისად, ჩვენ დავამყარეთ სტრატეგიული ურთიერთობები ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, ვისთანაც ერთად ვავითარებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან კომპეტენციას. სწორედ ეს განაპირობებს ჩვენ სტრატეგიულ ურთიერთობას საფრანგეთთან, რომელიც ძალიან დიდი ხმარებას გვიწევს ამ საქმეში. ამჟამად უკვე საქართველოშია და საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადიოლოკაციური სადგურები, რომელთა ჩამოტანა ფრანგულ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე მოხდა. ამ მიერიდან საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ უფრო დაცული და ეფექტიანად კონტროლირებადი იქნება. საჰაერო თავდაცვის საშუალებების გარდა ასევე ვაუმჯობესებთ ქართული სამხედრო ავიაციის, საჰაერო სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერითა და დახმარებით. მიმდინარეობს აგრეთვე შეუმფრენების პარკის განახლება, მათი რემონტი და მოდერნიზება, რაც ხელშეუწყობს თვისობრივად ახალი დასალური სტანდარტების ქვედანაყოფის ფორმირებას. ეს შექმნის მყარ ბაზას მოძველებული ტექნიკის თანამედროვე საფრენი აპარატებით ეტაპობრივი ჩანაცვლებისთვის. შედეგად, საქართველოს ეყოლება მნიშვნელოვნად მაღალი შესაძლებლობების მქონე შეუმფრენები, რომლებიც ეფექტიანად შეასრულებენ არა მარტო თავდაცვის სამინისტროს დავალებებს, არამედ საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვებიან ქვეყნის მასშტაბით სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციებშიც. ჩვენი მთავარი მიზანია თანამედროვე სტანდარტების მქონე და თავდაცვის უნარიანი შეიარაღებული ძალების განვითარება, რომელიც იქნება სულ თანხვედრაში ნატო სტანდარტებთან და ჩვენ ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს, გისურვებთ ღირსეულად იდგეთ ქვეყნის სამსახურში და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოს მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების პროცესში. გისურვებთ მშვიდობიან ცას და წარმატებას. ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი. გილოცავთ სამხედრო ავიაციის დღეს. დღეს გვაქვს განსაკუთრებული პატივი უმასპინძლოთ ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომლის მხარდაჭერას ქართული შეიარაღებული ძალები გრძნობს. ჩვენ მქონდა ძალიან საინტერესო
საუბრები ოფიცრებთან, სწორედ ბატონი პრემიერ-მინისტრის სურვილით და მონაწილეობით, სადაც განსაკუთრებულად განვიხილეთ სწორედ ავიაციის და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პერსპექტივა საქართველოში და სწორედ ამ ხარდაჭერის შედეგია და სხვა ასევე გატარებული რეფორმები, რაც განსაკუთრებულად აისახა ნატოს ერთ-ერთ მთავარი მოთხოვნის შესრულებაში, კერძოდ იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2% არის მიმართული სწორედ თავდაცვის ბიუჯეტში, ხოლო აქედან 20% ძირითადი შეიარაღებისკენ. ამ მოთხოვნას მოგეხსენებათ, ბევრი ნატოს წევრი ქვეყანა ვერ აკმაყოფილებს და შესაბამისად ჩვენ ვართ როგორც პარტნიორი ქვეყანა სამაგალითო გატარებული რეფორმებით და ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ეს კვირა გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატები, კერძოდ ნატოს მინისტერიალზე გვექნება შესაძლებლობა საქართველოსა და ნატოს თავდაცვის კომისიის ფარგლებში ჩვენს პარტნიორებს გავაცნოთ განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შედეგები, ასევე მექნება შესაძლებლობა ორმხრივი ფორმატის ფარგლებში შევხვდე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, სადაც ჩვენ როგორც ჩატარებული რეფორმების, ასევე შემდგომში განხორციელებული და განსახორციელებელი გეგმების შესახებ ვისაუბრებთ. გეგმები კი გვაქვს ძალიან ამბიციური და სწორედ ბატონი პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერით დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ამბიციურ გეგმებს წარმატებულად შევასრულებთ და ერთ-ერთი პრიორიტეტი აღნიშნული გეგმებისა გახლავთ სწორედ სამხედრო ავიაცია და საჰაერო თავდაცვა. დღეს სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, საფრანგეთთან დავასრულეთ წელს სწორედ საჰაერო თავდაცვის ფარგლებში გათვალისწინებული, პირველი ეტაპის ფარგლებში გათვალისწინებული სამხედრო ტექნიკის მიღება და გამოვთქვათ მზადყოფნას, რომ გავაგრძელოთ მომავალ წლებში და გადავიდეთ უკვე თანამშრომლობის მეორე ეტაპზე, რათა მაქსიმალურად აღჭურვოთ ამ შემთხვევაში საჰაერო თავდაცვის კომპონენტებით საქართველო, რათა იყოს ჩვენი სივრცე მაქსიმალურად დაცული. ავიაციასთან დაკავშირებით ასევე ითქვა, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი ფინანსები გამოვყავით. წელს მხოლოდ თავდაცვის ბიუჯეტიდან 23 მილიონი გამოიყო და ამასთან ერთად ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოთქვა მზადყოფნა პარალელურად გამოყოს ფინანსები იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენი საავიაციო შესაძლებლობების როგორც რემონტი, ისე მოდერნიზება, რათა თავდაცვითი ამოცანების შესრულებასთან ერთად შესაძლებელი გახდეს როგორც სამაშველო, ისე ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციების განხორციელება, რაც თავის მხრივ ითხოვს განსაკუთრებულ უნარებს, განსაკუთრებულ მომზადებას და ესეც არის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი კომპონენტი, როდესაც გარკვეული რაოდენობის სამხედრო მოსამსახურეები თქვენი რიგებიდან მაღალ კვალიფიციური უნარებით შეძლებენ აღნიშნული ტექნიკის სარგებლობას. მინდა კიდევ ერთხელ გულითადად მოგილოცოთ დღევანდელი დღე და თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ პატივი მივაგო იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც თავი გაწირეს სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და ვისურვებდი მომავალში მშვიდობას და მშვიდ განვითარებას მათ შორის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის მიმართულებით. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. მინდა დღევანდელი დღე მიულოცო ჩვენს ავიატორებს. განსაკუთრებული დღეა მათთვის, რადგან
მნიშვნელოვანი კომპონენტია ავიაცია ჩვენი შეიარაღებული ძალების. 26 წლის წინ ჩამოყალიბდა ძალზე რთულ პირობებში და ძალზე რთული გზის გავლა მოუწია ჩვენს საჰაერო ძალებს. ბევრი თავდადებული მფრინავი შეეწირა საქართველოს ერთიანობას და მათი ხსოვნა ყოველთვის არის თითოეული ჩვენთაგანის მეხსიერებაში. მე მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ ოფიცერს, თითოეულ ტექნიკოსს იმისთვის, რომ ემსახურებით თქვენს ქვეყანას, თქვენს სამშობლოს და მნიშვნელოვანი წვლილი შეგავთ შეიარაღებული ძალების განვითარების საქმეში. ქედი მოვიხარო ყველა დაღუპული მფრინავის წინაშე და მათთან ერთად ყველა ჯარისკაცის წინაშე, ვინც საქართველოს ერთიანობას და საქართველოს ინტერესებს შეწირა თავი. დიდი და ღრმა პატივისცემა გამოვხატო ჩვენი დაჭრილი ჯარისკაცების მიმართ. მე მინდა მადლობა გადაუხადო ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის კომპონენტების რეორგანიზაციისა და რეფორმის საქმეში. რადგან რეფორმა, რომელიც განხორციელდა ამ მიმართულებით, ერთ-ერთში პასუხობს თავდაცვის გეგმის პრიორიტეტებს, ოპერატიულ მოთხოვნილებებს და ამოცანა არის ის, რომ საჰაერო ძალები მიუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს და შეძლოს კრიზისულ სიტუაციებში ადეკვატური რეაგირება, როგორც ტექნოგენური ბუნებრივი კატასტროფების თუ ფართო აგრესიის შემთხვევაში. მე მინდა მადლობა გადაუხადო ასევე ჩემს მოადგილეებს ამ პროცესში. მადლობა გადაუხადო თავდაცვის მინისტრს, რადგან ეს რეფორმა შეუძლებელი იქნებოდა მისი მხარდაჭერის გარეშე და სწორედ მისი უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა ეს პროცესი. მადლობას ვუხდი ასევე პრემიერ-მინისტრს. მხარდაჭერისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის ბიუჯეტი 2% არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. ეს გვაძლევს საშუალებას მომავალში როგორც ავიაციის, ასე შეიარაღებული ძალების განვითარებისათვის.